მადლობა ანა ბროლაძეს. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიო სპუტნიკის მაუწყებლობის სამართლებრივი საკითხის შესწავლა დაიწყო, როგორც კომისიაში აცხადებენ კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, კომპანია სპუტნიკი არც სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელია და არც მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირი. რადიო სპუტნიკ საქართველოს დიმიტრი კისილოვის რასია სივოდნიას პროექტია. რადიომ 101 და 4 მეგაჰერცი სიხშირეზე ქართულ ენაზე მაუწყებლობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. როგორც კომისიაში ამბობენ, ამ სიხშირეზე რადიო მაუწყებლობის ლიცენზია კომპანია არ რადიოს ეკუთვნის. საკითხის შესწავლის შემდეგ კომისია გადაწყვეტილებას გაასაჯაროებს. ჩვენთვისაც და კომისიისთვისაც საკმაოდ მოულოდნელი ინფორმაცია იყო. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ შესწავლა ამ საკითხის. ნახავთ კანონთან და კანონის მრავალ მუხტთან შესაბამისობას ამ საკითხის ერთის მხრივ და უახლოეს დღეებში გვექნება სრული დოკუმენტაცია, რომელიც უკვე გამოთხოვილია კომპანიისგან. მე რამდენადაც ვიცი, ეს რადიო მაუწყებლობდა და ეს იყო ბოლოს რასიის პროექტი, რამდენიმე წელია მაუწყებლობდა. უბრალოდ ფორმატი შეიცვალა ახლა და საინფორმაციო გამოშვებები ჰქონდათ მხოლოდ მოსკოვში მზადდებოდა ინფორმაციები თუ არ ვწდები მათ შორის ქართულ ენაზე და ეხლა გადაწყვიტეს რომ შეექმნათ აქ რედაქცია. რაც შეეხება კანონიერება არ კანონიერებას ძალიან კარგია რომ შესაბამისი ორგანო მარეგულებელი კომისია სწავლობს ამ საკითხის გარკვევიან და ეს ჩვენ საქმესთან ჩვენ ჟურნალისტურ საქმიანობასთან არავითარ კავშირში არ არის.